რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად კი სასამართლოს ეზოში დილიდან შეიკრიბნენ მათი თანამებრძოლები, რიგითი მოქალაქეები და ის დემონსტრანტები, რომლებიც დაკავებულებთან ერთად ქვეყანაში რუსული რეჟიმის და დიქტატურის დამყარებას აპროტესტებდნენ. დავით კობიძე მოგუყვება თუ რა ხდება საქალაქო სასამართლოს ეზოში და რას ამბობენ იქ მისული მოქალაქეები. საქალაქო სასამართლოს ეზოში დილიდან არის ხალხმრავლობა, აქ დილის 10 საათიდან დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება, აქ არიან როგორც რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, მათი კოლეგები და ისინი ელოდებიან ბუნებრივია სასამართლო პროცესის დასრულებას და ყველას აქვს ორი განსხვავებული მოლოდინი, ნაწილ მათგანს აქვს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ დღეს პრეცედენტი, რომ მოსამართლე წავიდეს სისტემის წინააღმდეგ და ეს ადამიანები თავისუფლდნენ, თუმცა ძალიან ბევრ მათგანს მოქალაქეებისა არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო იქნება ობიექტური და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ელოდება სამოქალაქო საზოგადოება. ასევე არის მოლოდინი და ვარაუდი იმისაც, რომ თუ მაგალითად სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, ეს შესაძლოა იყოს იმიტომ, რომ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეგონოს, რომ ამით საპროტესტო მუხტ ჩაახშობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პოლიტპატიმარია გარდა ამ 11 ადამიანისა, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვს სამოქალაქო საზოგადოება ახალ არჩევნებთან ერთად, ამიტომ ეს პროტესტი, ვიდრე ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება, მაინც იარსებებს. ჩვენ შეგვიძლია რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ დილიდან იმყოფებიან, ვკითხოთ მათი მოლოდინების შესახებ. დავით დოიაშვილი, რეჟისორი, არის ჩვენთან ერთად. ბატონ დავით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რა პრეცედენტი შეიძლება ვიხილოთ დღეს მოსამართლის მხრიდან, რას ელოდებით? მოლოდინი იცი რა, სიმართლე რო გითხრა, საერთოდ არ ვარ პოლიტპატიმრების სასამართლოზე მოსული ვარ იმ ხალხის სასამართლოზე, რომელიც მართავს დღევანდელ საქართველოს. დღეს იმათი განაჩენი უფროა ვიდრე ამათი. ამიტომ რა განაჩენსაც გამოიტანენ, იმას გამოუტანენ თავის თავს და ნახოთ რას გააკეთებენ, არ ვიცი. ხო, იყო ვარაუდი თქვენი კოლეგების მხრიდანაც, ადამიანების მხრიდანაც, რომ თქვათ თუ გამომართლებელი განაჩენი იქნება დღეს, გამართლებელი უბრალოდ გამოუშვებენ ამ ადამიანებს, ამით შესაძლოა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას სურდეს პროტესტის ჩახშობა. თუმცა ეს პროტესტზე რამდენად იმოქმედებს, ამასაც გითხავთ. მე მართლა არ ვიცი რა იქნება, იმიტომ რომ იმდენად ალოგიკურია ყველაფერი, რომ უბრალოდ მოსული ვარ, რომ რაღაცა სოლიდარობა გამოვხატო და ნახოთ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ რა განაჩენიც იქნება. დიდი მადლობა. დავით დოიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ეკა დემეტრაძესაც ვხედავ, ეკა თქვენც გითხავთ თუ შეიძლება ვადევნებთ პროცესს მთელი რამდენიმე საათია უბრალოდ ხედავთ რომ მტკიცებულებების წარმოდგენა ახლაც უჭირს პროკურატურას. რაზე იქნება დამოკიდებული ის გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება დღეს ჩვენ ველოდოთ მოსამართლისგან? ვერ წარადგენს მტკიცებულებებს, იმიტომ რომ არ არსებობს და რაზე იქნება დამოკიდებული და მხოლოდ ჩვენი მოძალადე ხელისუფლების სურვილზე. მას სხვაზე ვერაფერზე, იმიტომ რომ ხედავთ რომ უკვე ასე იქცევა. ანუ არ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ ობიექტურად შეიძლება დასრულდეს დღევანდელი პროცესი? რანაირად შეიძლება აი ამ შენობაში რაიმე ობიექტურობის მოლოდინი მქონდეს, მით უმეტეს აი ასეთ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც ვართ და მით უმეტეს, როდესაც ჯერ ერთი როგორ უსამართლოთაც არის ეს ხალხი დაკავებული, რა მოლოდინი უნდა მქონდეს, რომ ვინმე რაიმე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს ყველა ეგრეთ წოდებული მოსამართლე არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სურვილების შემსრულებელი მხოლოდ. დიდი მადლობა ეკა დემეტრაძეს, უსმენდით პირდაპირ ეთერში. მსახიობს აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ პროკურატურას მტკიცებულება ნამდვილად არ ქონია წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო, რომ წინა სასამართლოს ხდომა მარტამდე გადადებულიყო. დღევანდელ სასამართლო პროცესზეც ნამდვილად გაუჭირდა ბრალდების მხარეს საფუძვლიანი მტკიცებულების წარმოდგენა და იმის არგუმენტირება, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანები, რატომ შეიძლება რომ დარჩნენ პატიმრობაში. აქ ხედავთ პარალელურად, პროცესის პარალელურად მოქალაქეები მაინც რჩებიან საქალაქო სასამართლოს ეზოში. ნაწილი ადამიანებისა კი მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზი შეიცვალა, შევიდა და ესწრება პროცესს, მათ დილიდან ამის საშუალება არ ჰქონდათ და იყო ამასთან დაკავშირებით პროტესტიც და შემდგომ უკვე ჩვენ ნახეთ, რომ დაყენდა შუამდგომლობა და შეიცვალა სასამართლო დარბაზი. ხედავ ირაკლი გაფრინდაშვილს, მასაც გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. ირაკლი, პირდაპირ ეთერში ვარ, თუ შეიძლება თქვენც გითხავთ, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ დღეს სასამართლოსგან და ვერანაირ მოლოდინს ვერ გეტყვით, არ ვიცი. ვისურვებდი რომ ყველა ერთად დავინახო ამ კიბეებზე მომავალი და მოლოდინს ვერ გეტყვით.
ეს პროტესტზე რამდენად აისახება, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს ვარაუდი და იყო დღეს ვარაუდი საზოგადოების მხრიდან, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თუ გამოუშვებს ამ ადამიანებს, ამით პროტესტზე ზემოქმედება სურდეს. არ მგონია სანამ ხელახანი არჩევნები დაინიშნება, რამე შეცვალოს პროტესტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დიდი მადლობა ირაკლი გაფრინდაშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ბაჩო ქაჯაიასაც ვხედავთ. ბაჩო, თქვენც კითხავთ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ დღეს სასამართლოსგან, რაზე იქნება დამოკიდებული თქვენი შეფასებით მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდებით თქვენც და ელოდებათ საზოგადოება? ნუ სამართლიანობაზე რო არ იქნება, ფაქტია, ეს არის რომ პოლიტიკური საქმეა და შესაბამისად მგონია რომ პოლიტიკური ნებით მოხდება ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო. დიდი მადლობა ბაჩო ქაჯაიას უსმენთ. პირდაპირ ეთერში მოქალაქეები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რჩებიან აქ საქალაქო სასამართლოს ეზოში. ნაწილი მათგანი, როგორც უკვე გითხარით, ესწრება სასამართლო სხდომას, ნაწილი მათგანი კი სასამართლოს შენობის შიგნით იმყოფება. ჩვენ შეგვიძლია ახლა მათი პოზიციაც მოვასმენინოთ მაყურებელს და შემდგომ ისევ შევთავაზოთ აქ არსებული მდგომარეობა. საქართველოს მომავლისთვის რომ ადამიანს ასამართლებს თქვათ, რაც არ უნდა აგრესიული ფორმით გამოეხატა რომელიმე აზრი, მე ვფიქრობ ეს არის ჩემთვის მიუღებელია. ის მუხლი როცა ახლა მიყენებული აქვს ახალგაზრდა თაობისთვის ეს არ არის სასჯელი, ეს არის ადამიანის დაღუპვა. იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც 19-20 წლის ბავშვს მიუჯჯის 7-8 წელს იმის გამო რომ თვითონაც არ იცის რატო უჯჯიან და დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ეს მე მგონი უფრო დიდი დანაშაულია. მე არ მგონია რომ ისეთი დანაშაული ჩაედინათ, რომელიც გამოძიებასაც ამდენი დროს სჭირდება და დამტკიცებას. ესე იგი ამტკიცებულება არ აქვს, ან დანაშაული არ არის. ეს არ არის ლაპარაკი, ჩვენ შვიდობას ნამდვილად არ დავარღვევთ, ნამდვილად ჩვენი ნუ ეშინიათ, არც ომის პარტია ვართ და არც კიდე რაღაცა deep state ნამდვილად, მაგრამ წინააღმდეგობა ნამდვილად გაიზრდება და ჩვენი იარაღი და ჩვენი ომი არის წინააღმდეგობა. პოზიტიური მოლოდინი მაქვს ეთყობა რაღაცა მინდა რომ ასე იყოს და მინდა რომ ჯეროდეს რომ არსებობს სამართალი. ცოტა ხნის წინ შესვენება იყო პროცესზე გამოცხადებული, არის მოლოდინი რომ რამდენიმე საათი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს სასამართლოს სხდომა, ვინაიდან საზოგადოებისთვის ცნობილია რომ 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად ერთ სასამართლო დარბაზში, მოქალაქეები კი აქ რჩებიან და ჩვენ შემდგომ საინფორმაციო გამოშვებაში განახლებულ ინფორმაციას და ხალხის აქ ყოფი ადამიანების მოლოდინებს შევთავაზებთ მაყურებელს.